არ იქნება გადამეტებული თუ ვიტყვით, რომ ცხოვრება საშინელი იქნებოდა დინოზავრები რომ არ გადაშენებულიყვნენ, მაგრამ მიცით, რომ იმ დროს დედამიწაზე უფრო დიდი, საშიში, შხამიანი და დაუნდობელი არსებებიც ბინადრობდნენ, ვიდრე ეს დინოზავრი იყო. უზარმაზარი გველით დაწყებული ოკეანის ფსკერზე მცხოვრები მონსტრით დამთავრებული. მოკლედ, ამ ვიდეოში მოგიყვებით ცხოველებზე, რომლებიც ერთ დროს დინოზავრებზე ბევრად უფრო საშიშები იყვნენ. ასე რომ მოკალათით კომფორტულად და დავიწყოთ. დუნკლეოსტეი. დედამიწის ისტორიის მანძილზე როგორც წესი ყველაზე საშიში არსებები წყალში ბინადრობდნენ. შესაბამისად, დუნკლეოსტეიც არაა გამონაკლისი და ის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პრეისტორიულ არსებად ითვლება. მას ძალიან ძლიერი და გამძლე სხეული ჰქონდა. მისი თავი და მკერდი დაფარული იყო მყარი და უხეში ჯავშნით. კბილების მაგივრად ამ არსებას ჰქონდა ორ რიგი ბასრი ძვლოვანი ფირფიტები, რომლებიც აყალიბებდნენ კაუჭოვან სისტემას. ამ ბასრი კბილებით ის ნებისმიერ მსხვერპლს მარტივად კლავდა. მისი ერთ-ერთი გაქვავებული ჩონჩხი, რომელიც არქეოლოგებმა იპოვეს, 10 მეტრის სიგრძის იყო და სავარაუდოდ ამ თევზის წონა 4 ტონამდე აღწევდა. ასე რომ არც ერთი მეთევზი არ ისურვებდა მის ანკესეს ურჩხული გამოსდებოდა. ეს გიგანტური ჯავშნოსანი თევზები გადაშენდნენ დევონური პერიოდიდან ქვანახშირის პერიოდში გადასვლის დროს. როგორც ცნობილია, დუნკლეოსტეის პარალელურად არც ერთი დინოზავრი არ ცხოვრობდა ჩვენს პლანეტაზე, რადგან ეს უკანასკნელი გაცილებით უფრო ძველია ვიდრე დინოზავრი. ჰელიკოპრიონი. თუ კი ფიქრობთ, რომ ზღვაში დუნკლეოსტეისთან მარტო დარჩენა სხვა ცხოველისთვის სახიფათო იყო, მაშინ ჯერ არაფერი ხსმენია ჩვენი შემდეგი მონსტრის შესახებ. ეს ჰელიკოპრიონია. ის უამრავი წლის წინ ჩვენი პლანეტის წყლებში ბინადრობდა და საშუალოდ 7 მეტრს აღწევდა ზომაში. ეს ცხოველი ცნობილია თავისი უცნაური სპირალისებრი კბილებით. ითვლება, რომ ჰელიკოპრიონი ქვანახშირის პერიოდში ცხოვრობდა. ის იყო ერთ-ერთი იმ მცირე რიცხოვანი ცხოველებიდან, რომლებმაც პერმოტრიასული მასიური გადაშენებისას გადარჩენა მოახერხეს, მაგრამ ტრიასული პერიოდის ბოლოს ეს არსება მაინც გადაშენდა. ამ ცხოველის მთლიანი ჩონჩხი გაქვავებული არ არის ნაპოვნი, თუმცა მეცნიერებმა იპოვეს უცნაური სპირალისებრი კბილები და რამდენიმე თავის ქალა. ეს კბილები ცხოველს ეხმარებოდა ნადირობაში. ჰელიკოპრიონი თანამედროვე ზვიგენის წინაპრად ითვლება. მათი სხეულის სიგრძე 7 მეტრს, ხოლო სპირალისებრი კბილების სიგრძე 35 სანტიმეტრს აღწევდა. თავიდან მეცნიერები ჩიხში აღმოჩნდნენ. არქეოლოგებმა სპირალის მსგავსი კბილები აღმოაჩინეს და მეცნიერებს წარმოდგენა არ ჰქონდათ თუ რომელ სახეობას ეკუთვნოდა ის. 1899 წელს მიანიჭეს ამ არსებას სახელი ჰელიკოპრიონი. იმ დროს მეცნიერებს ეგონათ, რომ სპირალისებრი კბილები მას ზედა ყბაზე ცხვირთან ჰქონდა, მაგრამ 2013 წლის კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ჰელიკოპრიონის ქვედა ყბა წარმოადგენდა ამ სპირალს, რომლის მეშვეობითაც ის დაუნდობელი მტაცებელი გახლდათ. ართრაპლევრა. ეს მრავალფეხიანი არსება დაახლოებით 3 მეტრამდე იზრდებოდა სიგრძეში. მიწაზე დადიოდა და უძველეს დროში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ ართრაპლევრები ბალახის მჭამელი არსებები იყვნენ, ისინი მაინც ძალიან საშიშად გამოიყურებოდნენ. საშინელებაა, შეუძლებელია ასეთი რამ დაინახო და არ შეგეშინდეს. მეცნიერების თქმით, ეს მრავალფეხა არსებები ძალიან სწრაფად გადაადგილდებოდნენ მიწაზე. უამრავი ფეხის დახმარებით ასევე ძალიან სწრაფად მანევრირებდნენ და ხეებში ელასტიური მოძრაობაც არ უჭირდათ. ართრაპლევრა დედამიწაზე ყველაზე დიდი უხერხემლო არსება იყო იმ დროს, თუმცა მასზე არავინ ნადირობდა. სმილოდონი, იგივე ხმალკბილა კატა. სმილოდონი ყველაზე უძველესი და ცნობილი კატის სახეობა იყო. ტანით თანამედროვე ვეფხვზე დიდი იყო და ჰქონდა დიდი, ხმლისებრი ზედა ეშვები, რომლებიც 28 სანტიმეტრამდე იზრდებოდა. საცხოვრებელი არეალი იყო სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთი ტერიტორია. გამოირჩეოდა მსხვილი მკერდით და ძლიერი ფეხებით. ის აქამდე ყველაზე ცნობილი ხმალკბილა კატაა, რაც კი აღმოუჩენიათ. მხრებამდე სიმაღლე 120 სანტიმეტრს აღწევდა, სხეულის სიგრძე კი დაახლოებით 3 მეტრამდე იყო, რასაც 30 სანტიმეტრიანი კუდი მოჰყვებოდა. წონა 455 კილოგრამს აღწევდა. რაც ანიჭებდა მას ყველაზე მძიმე კატის ტიტულს. ის დაუნდობელი მტაცებელი გახლდა და ნებისმიერ ცხოველს ერკინებოდა თუ კი შეძლებდა. მელვილის ლევიათანი. მელვილის ლევიათანი პრეისტორიული კაშალოტი გახლდათ. მისი ნამარხები 2008 წელს აღმოაჩინეს ექსპედიციის დროს, რომელსაც ბელგიელი მეცნიერი ოლივიე ლამბერი ხელმძღვანელობდა. დაახლოებით 18 მეტრისა და 50 სანტიმეტრის სიგრძის და 57 ტონამდე წონის ვეშაპი თანამედროვე კაშალოტების ზომის იყო. თუმცა მათზე ბევრად საშიში, რადგან ის მტაცებელი გახლდათ. მისი პირი სავსე იყო უზარმაზარი კბილით, რომელთაგანაც ყველაზე დიდები სიგრძეში 36 სანტიმეტრს აღწევდა, ხოლო სიგანეში 10 სანტიმეტრამდე იყო. სარკოზუკუსი.
ეს არსება უამრავი წლის წინ ბინადრობდა დედამიწაზე. შეიძლება ითქვას, რომ ის თანამედროვე ალიგატორის წინაპარია. სარკოზუკუსი იწონიდა 8 ტონას, მხოლოდ მისი თავი აღემატებოდა 1 მეტრს. ზედაყბაზე 70-მდე, ხოლო ქვედაყბაზე 62 კბილი ჰქონდა. როგორც მეცნიერები გვიყვებიან, ზუსტად ეს არსებები იყვნენ დღევანდელი ალიგატორების წინაპრებიც. ის სასტიკი მტაცებელი იყო, რომელიც დინოზავრებთან შერკინებასაც არასდროს ერიდებოდა. ტიტანობოა. მისი ნაშთიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ სიგრძეში 13 მეტრზე მეტი იყო, სისქეში კი დაახლოებით 1 მეტრი. წონით მიახლოებით 1 ტონა და 250 კილოგრამი. 2009 წელს ქვანახშირის საბადოებში, კერეიონში, კოლუმბიაში აღმოაჩინეს 28 მისი ნაშთი. ამ აღმოჩენამდე ცოტაოდენი ნაშთი აღმოაჩინეს სამხრეთ ამერიკის უძველეს ტროპიკულ გარემოშიც. ტიტანობოას მასშტაბური ზომები განპირობებული იყო იმ დროს არსებული კლიმატის გამო. ჯუნგლების ჭაობში ტიტანობოა სიცოცხლე იყო ხანგრძლივი, რადგანაც იქ იყო გახშირებული წვიმები და მცენარეები და ცხოველები უამრავი იყო. ღრმა მდინარეები მას საშუალებას აძლევდა ჩასულიყო წყლის ფსკერზე და ასევე თავისუფლად ევლო ხმელეთზეც. მეცნიერებმა 2012 წლის 28 მარტს 14 მეტრიანი ტიტანობოას ფიტული ნიუ-იორკის ცენტრალურ სადგურზე წარადგინეს. აი ასეთი იყო პრეისტორიული არსებების ჩამონათვალი, ზოგიერთი მათგანი დინოზავრზე ბევრად უფრო საშიში და სახიფათო იყო. თუ კი მოგეწონა ჩვენი დღევანდელი ვიდეო, აუცილებლად დაალაიქე ის. გამოიწერე ჩვენი ახალი არხი Boom Story და აუცილებლად დაელოდე ახალ ვიდეოს, რომელიც მალე დაიდება. დროებით.